მოგესალმებით მეგობრებო და ძალიან მაგარი სიახლეებით დაგიბრუნდით. გუშინ გვიანღამით ჩვენი დროით კომპანია Google-მა და კომპანია Anthropic-მა წარმოადგენენ ძალიან მაგარი სიახლეები AI-ის მიმართულებით და ახლა ვისაუბრებთ სწორედ ამაზე. დავიწყოთ Google-ით, როგორც იქნა დიდი ხნის წინ დაანონსებული პროდუქტი, როგორც იყო online თარჯიმანი, live translator-ი გამოუშვა და Gemini 3.5 Flash-ის API case მიმით უკვე დღეიდან შესაძლებელია სოფლიოს 70 ენაზე პირდაპირ ეთერის რეჟიმის თარგმანი და თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ არანაირი თარჯიმნები, არანაირი დამხმარე ადამიანები, რომლებიც გჭირდებოდათ, იმიტომ რომ არიცოდეთ ესა თუ ის კონკრეტული ენა და გიჭირდათ. დღეიდან თქვენ შეგიძლიათ Google Translate-ის აპლიკაციით ან web ვერსიით თავისუფლად გამოიყენოთ ეს კონკრეტული სერვისი და ისაუბროთ ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე. აქ შეზღუდვები არ აქვს. რაც შეეხება მეორეს კლოდს, ამ გამოუშვა თავისი ახალი მოდელი Claude Fable 5, რომელიც არის მისივე მითოსის მსუბუქი ანუ light ვერსია. მოგესალმებით, რომ მითოსი ყველაზე საშიშ AI-ით არის მიჩნეული, ის უკვე სრულად ავტონომიურია და დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერი მოქმედების გაკეთება. კლოდი მოგესალმებით, რომ რამდენიმე დღის წინ აფრთხსებდა და გაავრცელა და დაწერა კიდეც ბლოგის სტილში, რომ შეწყვიტონ AI დეველოპერებმა იმაზე მეტად განვითარება AI-ის ვიდრე ახლა არის, იმიტომ რომ ის საშიში არის, რადგან სრულად ავტონომიური შეიძლება გახდეს და შესაბამისად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ გამოუშვეს ზუსტად Fable 5, რომელიც ასევე ამ პრინციპით მუშაობს, ანუ დამოუკიდებელი ავტონომიური ტიპია, მაგრამ არასრულად. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა აღარ არის და შესაბამისად ადამიანური ფაქტორის საჭიროა იმისთვის, რომ თუმცა ბევრ რამეს ამუშავებს. თუ თქვენ მუშაობთ PR-ზე, მარკეტინგზე, ფინანსებზე, ეკონომიკაზე, იურისტი ხართ და სხვა მსგავსი ტიპის ჰუმანიტარული და ტექნიკური საკითხები, კლოდი აქ არის ნომერი პირველი და დღეს კლოდი ახდავს ზუსტად ამ მოდელის გამოსვლით ბაზარზე საუკეთესო. მოგესალმებით, რომ კლოდს ასევე შეგიძლიათ მიაბათ Xbuild-ის MCP და Adobe-ს და როგორც ვიდეო რენდერში, ასევე და თქვათ ვიდეო გენერაციაში და ფოტო გენერაციაშიც დაიხმაროთ. ასე რომ ამ მიერიდან კლოდი უკვე ფაქტურად ხდება სრულყოფილი და ჯერჯერობით ყველა ჯობია. ველოდებით Gemini 3.5 Pro ვერსიის გამოსვლას და შემდგომ უკვე თამამად შეგვიძლია უფრო ვთქვათ, რეალურად Fable 5 არის ბაზრის ლიდერი თუ არა. ამ ეტაპისთვის 3.1 Pro-ს Gemini-ს და სხვა ChatGPT 5 და 5-ს ნამდვილად ჯობია. ბევრ რამეში. შესაბამისად, ჩვენ ამ მიერიდან უკვე გვყავს ავტონომიური დამოუკიდებლად სისტემაზე მომუშავე Fable 5, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური რაღაცების გაკეთება. მეტი ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, გჭირდება თქვენი გამოწერა და ლაიქი.